ქართველი ხალხი 25 დღეა განაგრძობს პროტესტს ახალი არჩევნების დანიშვნის დაპატიმრებული დემონსტრანტების გათავისუფლებისა და სასტიკ ძალადობაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნების მოხელეების დასჯის მოთხოვნით. ეუთო ოდირის უაღრესად კრიტიკული დასკვნის ფონზე, რომელიც ეჭქვეშ აყენებს ოცნების ლეგიტიმაციას, ასევე ამერიკული და ევროპული სანქციების შემდეგ, დედაქალაქში პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ბოლო 2 დღის მანძილზე თბილისში სხვადასხვა მონაცემებით ოცნების წინააღმდეგ 150-დან 200,000-მდე ადამიანი გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩატარდება ახალი არჩევნები, ოღონდ არა იმიტომ, რომ დაგვითმობენ, არამედ იმიტომ, რომ სხვა გზა არ ექნებათ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ შევაჩეროთ ეს საბავი და არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ, იმიტომ რომ უკან არის საბჭოთა კავშირი, უკან არის ნელი რუსეთი, უკან არის გაუნათლებლობა და ჩვენ არ გვაქვს უკან გზა, ჩვენ მარტო წინ მივდივართ. არ არის ქართული და რუსული ოცნება შეუძლებელი, როგორც რუსეთი და უნივერსიტეტები არასდროს თვითონ არ წავლენ, უბრალოდ ესე მგონია, მაგრამ ჩვენ ხალხი ვაიძულებს ასვას შიგნიდან დაიშრებიან ფიქრობა ასე ნელ-ნელა. უსტავლოზე დღეს როგორც წინა დღეებში რამდენიმე საპროტესტო მარში გაერთიანდა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბნიდან დაიძრა. მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მარში, ასევე კახელებისა და ქიზიყელების მარში სახელწოდებით დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ. პროტესტს კაკაბაძეები მთელი ოჯახით შეუერთდნენ. ჩემი შვილია და ეს მამაჩემია. რამოდენიმე თაობა ვართ მოსულია. ჩემი შვილები და მეორე შვილი იქით ხარეს არიან. რასაც შეგგვერდენ შედობით ევროპისკენ მივიდოდით, ყველაფერი უკუღმა გააკეთეს და ამიტომ სხვა გზა არ დარჩენიათ ნამდვილად. ჩემი სურვილია მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში ვიცხოვრო, სადაც ბედნიერია ხალხი, სადაც პენსიონერი ადამიანები, აი მამაჩემის სახით, რომლებიც ბედნიერად იცხოვრებენ, მშვიდად იცხოვრებენ, ომის შიში არ ექნებათ, შიმშილის შიში არ ექნებათ და არ ეყოლებათ ისეთი მთავრობა, რომელიც დაარბევს, დაამცირებს. მე ჩემი სამშობლო მიყვარს და არ მინდა მოვესწრო იმას, რომ ივანოვები და კობახიძეები ჩემ საქართველოს გუბერნიად უბოძებდნენ რუსეთის იმპერიას. პუტინიზმი არ იქნება საქართველოში. ერთი გზა არსებობს, ეს არის გამარჯვება და აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც დემოკრატიული დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად მიიჩნევს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, რომ 29 დეკემბრამდე ახალი რიგგარიშის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღზე შეთანხმდნენ. მანამდე ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ვადის გასვლის შემდეგ პრეზიდენტ ზურაბიშვილს დაპატიმრებით ღიად დაემუქრა. დღეს აქ მრავალთა მარშის შუა მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც იყო ანწუხელიძეს მარში. და სწორედ ანწუხელიძეს წინაშე ვარ მე ვალდებული, ხართ თქვენ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც იმან თავისი სიცოცხლე დადო. ოცნება არ არის, აქ არის რუსეთი. რუსეთია, თორე ოცნება არაფერი არ არის დღეს, არის უბრალოდ მარიონეტი კრემლის, ამიტომ არ ამგონია, რომ დათმობაზე წამოეხარი თუ გაგრძელდა აი ეს დიდი მოძრაობა, საპროტესტო, აი მთლიანად თუ მოიცვა მთელი ქვეყანა, პლუს დახმარება დასავლეთიდან, მაშინ შეიძლება რომ ჩატარდეს. ოღონდ ამათმა არ უნდა ჩაატარდეს. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება დასავლური სანქციებისა და ეუთო ოდირის უაღრესად კრიტიკული დასკვნის მიუხედავად უკან დახევას ჯერჯერობით არ აპირებენ. ოცნების პროპაგანდისტული არხები, მათ შორის ირაკლი კობახიძე, ამბობენ, რომ პროტესტის მუხტი დაეცა და ოპოზიცია რუსთაველზე 800-დან 3000 კაცამდე ძლივს აგროვებს. ეს 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი NGO-ს კი 800 ადამიანზე მეტს უყრის თავს რუსთაველის გამზირს. ხო დამთავრებული. Finita la commedia, როგორც ვთქვი, მდაბი.